როდის ჩაატარებს მამარდაშვილი პირველ შეხვედრას ლივერპულის რიგებში? რას ამბობს დვალიშვილი კვარაცხელიაზე, ილიაზე და ქართველ სპორტსმენებზე? ვისი ჯერა რომ დვალიშვილის დამარცხება შეუძლია? რას ამბობს ცარუკიანი თოფურიაზე და რომელ ქართველს უნდა დააკვირდნენ გუნდები ძაკარტოს აზრით? ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე ავიდეთ 2000 მოწონებაზე. ამისთვის კი არ უნდა დაგეზაროთ ვიდეოს დალაიქება და არხის გამოსვლა. დავიწყოთ ფეხბურთით და ხვიჩა კვარაცხელია, რომელიც გულშემატკივრებთან ერთად მოქმედი ფეხბურთელების გაუცებასაც ახერხებს. ერთ-ერთი ასეთი კი ლივერპულის და არგენტინის ნაკრების ფეხბურთელი ალექსის მაკალისტერია. მისი აზრით, პარი სენ-ჟერმენის მთავარი ვარსკვლავი ხვიჩა კვარაცხელია. პარი სენ-ჟერმენი მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. ისინი დაფრინავენ, ყველაფერი აქვთ, ძალიან დისციპლინირებულები არიან, ბურთით კარგად თამაშობენ, ყველა დარბის, ჩემთვის საუკეთესოები არიან, მაგრამ 7 ნომერი, რომელიც ნაპოლიში თამაშობდა, ვარსკვლავია. შეგახსენებთ, რომ პარი სენ-ჟერმენმა მაკალისტერის ლივერპული ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში პენალტების სერიით დაამარცხა. ახლა კი ქართველის გუნდი მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის მეოთხედფინალში 5 ივლისს მიუნხენის ბაიერნს დაუპირისპირდება. აქვე გეტყვით, რომ ხვიჩაზე და სხვა პერსპექტიულ ქართველ ფეხბურთელებზე ისაუბრა კრისტიანო ძაკარტომ, რომელიც მამუკა ჯუღელთან თანამშრომლობს და ქართულ ფეხბურთს ძალიან კარგად იცნობს. კვარამ პარი სენ-ჟერმენში ჩემპიონთა ლიგა ეგრევე მოიგო. ამ ტიტულის მოგებაში კი მთავარი პროტაგონისტი იყო. თავის მხრივ ნაპოლიმ სკუდეტო მოიგო. მოკლედ ყველასთვის შესანიშნავი სეზონი გამოვიდა. იმედი მაქვს, რომ მომდევნო სეზონში ნაპოლის და პარი სენ-ჟერმენის შეხვედრა შედგება, რათა კვარამ ნაპოლიში დაბრუნება შეძლოს და ნეაპოლური პუბლიკისგან აპლოდისმენტები მიიღოს. ის სერიოზული ბიჭია. აძურის ფანები დღემდე უყვარს. საქართველოში კი ბევრი კარგი ფეხბურთელია. მაგალითად, სენტ-ეტიენიდან დავითაშვილი, რომელმაც ძალიან კარგი სეზონი ჩაატარა. გოლები გაიტანა, საგოლე პასები გააკეთა. მხოლოდ 24 წლისაა და ძალიან კარგი გარემარბია. სლოვაკეთში ევროპის ჩემპიონატზე ვუყურებ ფროზინონის ფეხბურთელ კვერნაძეს, რომელმაც ძალიან მოუმატა. თუ ახალგაზრდა ფეხბურთელი უნდა დავასახელო, ვიტყოდი ანდრია ბარათაშვილს, რომელიც 2009 წელსაა დაბადებული, მაგრამ ისეთი ნიჭიერია, რომ მისთვის თვალყურის დევნება უკვე ბევრ გუნდს შეუძლია. მასზე ბევრს ილაპარაკებენ. ნამდვილად საქართველოს ბევრი ისეთი კარგი ფეხბურთელი ყავს, რომელსაც არაერთი გუნდი აგვირდება. მათ შორის ასეთი კი გიორგი მიქაუტაძეა. როგორც იცით, ლიონის ლიგაოში დაქვეითების შემდეგ ქართველით არაერთი კლუბია დაინტერესებული. ბოლო ინფორმაციით კი გიორგი რომას მთავარი სატრანსფერო სამიზნეა. იტალიური მედია წერს, რომ ჯამპიერო გასპერინის ყველაზე სასურველ მოთამაშეთა სიის სათავეში 24 წლის ქართველი თავდამსხმელია. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რომას სპორტული დირექტორი ფრედერიკ მასარა, რომელიც 2024-25 წლებში რენში მუშაობდა, მიქაუტაძეს კარგად იცნობს. ამასთან, ლიგაოში დაქვეითების შემდეგ ლიონი ქართველს შესაძლოა 20 მილიონად შეერიოს. ეს კი იტალიელებისთვის კიდევ უფრო მისაღები თანხა. რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ჯერ მხოლოდ მედიაში გავრცელებული ინფორმაციებია და ოფიციალური მტკიცებულება არ არსებობს. თუმცა, თქვენ რას ფიქრობთ, რამდენად კარგი იქნება გიორგის რომაში გადაბარგება? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ახლა კი ის, რაც ნამდვილად დადასტურებულია. გიორგი მამარდაშვილი 1 ივლისიდან ოფიციალურად ლივერპულის რიგებში ჩაირიცხა. როგორც ცნობილია, ფეხბურთელები კირკის სააწვრთნელ ბაზაზე 7 ივლისს უნდა გამოცხადდნენ. დიდი შანსია, რომ ლივერპულის კომაგებს ახალი ქართველი გოლკიპერის და ალისონის თავარი კონკურენტის საქმეში ხილვის შესაძლებლობა 13 ივლისს ექნებათ, როდესაც პრემიერ ლიგის ჩემპიონი ახალი სეზონისთვის მოსამზადებელ ციკლში პირველ საკონტროლო შეხვედრას პრესტონთან ჩაატარებს. თუმცა შესაძლოა ეს შეხვედრა დახურულიც იყოს და კადრები მოგვიანებით გავრცელდეს. ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებები გიორგის ახალ გუნდში. ახლა კი UFC და მერაბ დვალიშვილი, რომელიც მსოფლიოსთვის საქართველოს და ქართველების გაცნობას განაგრძობს. მან ამჯერად არიელ ხელოვანის გადაცემაში ილიაზე, ხვიჩაზე და ქართველ ძიუდოისტებზე ისაუბრა. მერაბმა UFC-ს საუკეთესო მებრძოლებით დაასახელა. ილია რაღაცებს წინასწარ ხედავს. ის ამაზე მუშაობს და გეგმები აქვს და ამას უბრალოდ აკეთებს. ილიასთან სპარინგები მქონია და შესანიშნავი ჭიდაობა და ჯიუ-ჯიტსუ აქვს. მის ძლიერ დარტყმებზე კი ყველაფერი ვიცი. მასთან სპარინგებს ვეღარ ვმართავ, რადგან ძალიან ძლიერი დარტყმები აქვს. კორპუსში განხორციელებული დარტყმებით 2-ჯერ დამაგდო. მადლობა ღმერთს, რომ თავში არ მომარტყა და კარგად ვარ. ილიასთან გამართული ყოველი სპარინგის შემდეგ უფალს მადლობას ვეუბნებოდი, რომ დამთავრდა. კი ის გერმანიაში დაიბადა, მაგრამ საქართველოში გაიზარდა და გამოცდილებები საქართველოში მიიღო. კონკრეტულად რუსთავში გაიზარდა, ბებიასთან და ბაბუასთან. მშობლები ემიგრაციაში ყავდა. მე მას არ ვიცნობდი იქამდე, სანამ პროფესიონალურად არ იბრძოლებდა. ძალიან ბედნიერი ვიყავი და მხარს ვუჭერდი. მაშინ შევხვდი, როდესაც UFC-ში კონტრაქტი გააფორმა. პატარა ქვეყანა ვართ, ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ და ერთმანეთით ბედნიერები ვართ. მისით შთაგონებული ვარ. როგორ შეიძლება მისით არ იამაყო? ვამაყობ ყველა ქართველი სპორტსმენით, კალათბურთელებით, ასევე რა თქმა უნდა ხვიჩა კვარაცხელიათი. ის ახლახანს მესის გუნდს ეთამაშა და 4-0 მოუგეს.
მათ ჩემპიონთა ლიგაც მოიგეს. ხვიჩა დიდი ვარსკვლავია. ის ისეთი საოცარი და თავმდაბალი ადამიანია. ვიცნობ და ვმეგობრობთ. ყოველი ბრძოლის შემდეგ წერს და მგულ შემატკივრობს. წერს და მეც ბედნიერი ვარ. მისით ძალიან ვამაყობ. ქართველებს ახლა ასევე ვყავს ქალი მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში, ეთერ ლიპარტელიანი. ასევე მოვიგეთ გუნდური მსოფლიო ჩემპიონატი. ასე რომ ახლა ჩვენ სპორტში მწვერვალზე ვიმყოფებით. UFC-ს რომ დაუბრუნდეთ, პირდაპირ გეტყვით, რომ ილია თოფურია პირველი ნომერია. ვინ მიაღწია იმავეს? ილია დაუმარცხებელია. მან 3 სატიტულო ბრძოლა მოიგო და 2 ქამარს დაეუფლა. მეორე ნომერი ისლამ მახაჩევია, მესამე კი პანტოშა. მეოთხე ნომერი მე ვიქნები. მე თავმდაბალი უნდა ვიყო, რადგან არ მინდა ჩემი მოწინააღმდეგეები უგულებელ ვყო. როგორც ხედავთ, მერაბი კვლავ აგრძელებს საქართველოს და ქართველების გაცნობას მთელი მსოფლიოსთვის. ყველასთვის კარგად ცნობილია, რომ ჩვენი მანქანა დასვენებას არ გეგმავს და ბრძოლის ჩატარება რაც შეიძლება მალე სურს. მისი ერთ-ერთი სავარაუდო მეტოქე კი კორი სენთეგენია, რომელიც დარწმუნებულია, რომ მერაბის დამარცხება შეძლებს. მერაბი გამონაკლისი არა, სუსტი წერტილები და ხვრელები ყველას აქვს. მე მასზე უკეთესი ვიქნები და სწორედ ამ სუსტ წერტილებს გამოვიყენებ. ოქტაგონზე გავალ და უბრალოდ ყველა კომპონენტში მასზე უკეთესი ვიქნები. არც ჭიდაობის მეშინია. არ ვაპირებ იმ აზრის დაჯერებას, რომ მერაბი დაუმარცხებელია. მას ყველა ბრძოლაში ჰქონდა ისეთი მომენტები, სადაც მისი დამარცხება შეიძლებოდა. როდესაც ოქტაგონში შევალთ, მერაბს ვაიძულებ, რომ მე გამისვლოს და არა პირიქით. ამჟამად თავს ძალიან კარგად გრძნობ. ბევრს ვარჯიშობ და ვიცი, რომ ეს შედეგს გამოიღებს. ხალხი ამბობს, რომ მერაბი გაუჩერებლად ვარჯიშობს და ვიცი, რასაც გულისხმობენ, მაგრამ ისიც ვიცი, რასაც მე ვგულისხმობ. როცა ამას ვამბობ, ბევრს ვარჯიშობ და ყოველდღიურად ვუმჯობესდები. ჩემს არსენალს ყოველთვის ახალი იარაღს ვამატებ. ამ სპორტში ერთ-ერთი რაც ყველაზე ძალიან მიყვარს, ახალი იარაღების დამატება. ვიცი, რომ ყველა ასე არ არის, მაგრამ ამაში ხელს ჩემი აღნაგობაც მიწყობს. ასე რომ, დიახ, ამ ყველაფრით აღფრთოვანებული ვარ. 6 თვეში ან ნებისმიერ დროს, როცა ბრძოლა ჩაინიშნება, განსხვავებული ვიქნები, ჩემი თავის საუკეთესო ვერსია და მსოფლიოს ჩემპიონი. აღსანიშნავია, რომ მსგავსი განცხადებები ჰქონდა ბოლო 13 ბრძოლის დროს მერაბის ყველა მოწინააღმდეგეს, მაგრამ შედეგი ყველამ კარგად ვიცით. თუმცა, ახლა რას ფიქრობთ? თუ ეს დაპირისპირება შედგება, რა შანსები აქვს კორის მერაბთან? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მერაბის გარდა კიდევ ერთი ქართველის, 2 წონის ჩემპიონის ილია თოფურიას დამარცხების სურვილი რამდენიმე მებრძოლს აქვს. პედიზე უკვე ბევრი ვისაუბრეთ და ის ყოველდღიურად აგრძელებს ილიასთან ბრძოლის სურვილზე საუბარს. მაგრამ ამ სურვილში მას არ ჩამოუვარდება არმან ცალუგიანი, რომელმაც ამჯერად დენიელ კორმიესთან ისაუბრა. ილიამ ჩემზე შტაბეჭდილება ნამდვილად მოახდინა, რადგან ოლივეირა პირველ რაუნდში დაანოკაუტა. თუმცა ვიცოდი, რომ ორგანიზაციაში ერთ-ერთი საუკეთესო კრივი აქვს. მიუხედავად ამისა, როდესაც თოფურიამ ასეთი ნოკაუტი გვანახა, გავოცდი, რადგან ოლივეირამ მოწყვეტით დაეცა. მაგრამ მე მხოლოდ ჩხუბი მჭირდება და გაჩვენებთ, რომ ყველა დანარჩენისგან განსხვავებული მებრძოლი ვარ. სრულყოფილი მებრძოლი ვარ. მას MMA-ის ნამდვილ ბრძოლას ვაჩვენებ. ჭიდაობა, დარტყმა მუშტით, დარტყმა ფეხით, ჭიდაობა კლინჩი და ასე შემდეგ. ვუყურე ილიას პირველ ჩხუბს UFC-ში და ის ძალიან დაიღალა. მას ჩემნაირი მეტოქე, რომელმაც თავისუფალი ჭიდაობა იცის, არასდროს ყოლია. თოფური ახლა პირველ ადგილს იმსახურებს. ყველა დროის საუკეთესო მებრძოლები დაანოკაუტა და შემდეგ ჩარლს ოლივეირა პირველ რაუნდში დააფინიშა. თუმცა მე ილიას ტოპ 15-ში დავაბრუნებ. თქვენ რას ფიქრობთ, რა შანსები აქვს არმანს ილიასთან და ვინ დაბრუნდება ტოპ 15-ში? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. ბოლოს კი, რა თქმა უნდა, წარმატებები ვუსურვოთ ქართველ სპორტსმენებს და თქვენ თუ დაგავიწყდათ, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი და ჩართეთ ზარისხილაკი, რომ არ გამოგჩეთ შემდგომი საინტერესო სიახლეები.